ეს არ ჩასატარე. მოგო, რომ ხარ ჩასამინა. არ ჩავსო, არა. აი მანძილს მოიწედა ხელი და ვაცოს. ოკეი, მოდი. გამარჯობა. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ 2024 წელს გამოსული ნიკელის ბიჭების განხილვას. რეჟისორია რიმელ როუზი და ფილმი არის ადაპტაცია კოლსონ უაითჰედის ძალიან კრიტიკულად მიღებული და დაფასებული ნოველის. ფილმი არის ორ ოსკარზე ნომინირებული, საუკეთესო ადაპტაციური სცენარი და წლის საუკეთესო კინოსურათი. რავი, ეს ორი ნომინაცია აქვს, მაგრამ უფრო მეც მსახურებდა. ახლა დავიწყებთ ჯერ დრამატურგიული ნაწილით, ჯერ ვიცავ ნოველაზე მოყვება თქვა, ეფუძნება რეალურ ამბავს, რეალურ ტრაგედიას. როგორც ეკრანიზაცია, ჩემთვის ზუსტად ის დეტალები და ეპიზოდები აქვს ნაპოვნი, რაც უნდა გადაიყო, რაც ფილმისთვის იყო საჭირო, რაც ზოგადად ფილმისთვის არის საჭირო და რაც კონკრეტულად ამ ფილმისთვის სჭირდებოდა, იმიტომ რომ რაღაც ეპიზოდები რასაკვირველია ამოკვდებული აქვს, არ ჩასვა, რაღაცები თავისებურად გააფორმდა და ზუსტად ის მომენტები ჩასვა და ისე, როგორც ფილმს დაჭირდებოდა რა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ზუსტად ის ამბები და დიალოგები იყოს ფილმში, რაც არის დაწერილი წიგნში. ეს არის ადაპტაცია და ეს არის ეკრანიზაცია, ის ხო წიგნში წერია. აბრაზრი აქვს მაშინ ფილმის გადაღებას. სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ხორცი შეასხა და გაასულიერა თითოეული სიტყვა, რაც გამოიყენა მწერლის მიერ დაწერილი რა. პერსონაჟების როლი ეგ არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ არა ნოველაში ელუდი არის მთავარი ფიგურა და ამ ფილმში ცალსახად ტერნერის როლი არის ამოწეული, მაგრამ რაღაც მომენტში თითქოს მომიჩვენა, რომ შეიძლება უფრო წინათ არის წაწეული, მაგრამ ეს შეიძლება ეგ დავუშვი მაინც არ ვამბობ 100% დასია თანაბრად ნამდვილად არიან, მაგრამ თუ ვინმე შეიძლება მოიჩვენოს, რომ ტერნერის როლი კიდევ უფრო აწეულია, შეიძლება ეს გამომდინარეობდეს იქიდან, რომ ვიზუალურად ტერნერს უფრო ხშირად ხედავთ. ეს ტექნიკური ნაწილია, ასე რატო ხდებოდა მაგაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ასია თუ ისია, ყველანაირად ჩემთვის პირადად ძალიან უსაწონი და ძალიან მაგარი იყო. ზოგი საკითხი ეკრანიზაციას რო სრულიად გაცვლილია მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომელსაც წიგნი აქვს წაკითხული, ეკრანიზაციას მაინც ყოველთვის შეავსებ წიგნით, მაგრამ ზოგჯერ ზუსტად მაგაზეა გაცვლილი მხოლოდ. და მეორე უკიდურესობა არის, რომ გაცვლილია მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვს წიგნი წაკითხული და შესაბამისად, რაც შენახსენე, რომ ყველა სცენა თითქმის ჩასმულია წიგნიდან და დიალოგები ზუსტად ისევეა განმოტანილი, როგორც წიგნშია და ფაქტობრივად უბრალოდ წიგნს გიკითხავს ვიზუალურად რა რაღაც ეგრე. იდეალური ოქროშუალედია ზუსტად აქ დაჭერილი, იმიტომ რომ ის სიუჟეტური ხაზი, ის plot twist-ი რაც ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ეფექტურია და ალბათ ფილმიდან კიდე მგონია რომ ბევრი რამე დაგამახსოვრდებათ, მეთოდი ასე შემდეგ რაც ვილაპარაკებთ, კამერასთან დაკავშირებით ძირითადად, მაგრამ სიუჟეტურად რაც დაგამახსოვრდებათ, წიგნიდან მგონია რომ ყველაზე ეფექტური მართლა ეგ არის რა, კულმინაციური მომენტი, სადაც ხდება გამოვლენა იმის თუ რეალურად რა იყო ეს ყველაფერი. რა ხელა შოკია მაყურებლისთვის და მკითხველისთვის. მგონია რომ სრულიად დამსახურებულად არის ნომინირებული ადაპტირებულ სცენარში. მგონია რომ რეჟისორი და სცენარისტები დასხდნენ ერთად და იფიქრეს, როგორ შეიძლება გადმოვიტანოთ ის ყველაფერი ვიზუალურად ისე, რომ არაფერი დააკლდეს იმ მაყურებელს, რომელსაც წიგნი არ აქვს აკითხული და რაღაც შეემატოს იმ მაყურებელს, რომელსაც წიგნი აქვს აკითხული. იმიტომ რომ ანუ მე რამდენიმე წელს წინ წავაკითხე ეს და ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ესე ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ მახსოვს, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავად გამიცოცხლა ის ემოციები, რაც წიგნის წაკითხვის დროს ვიგრძენი და დავინახე. და ამიტომ მგონია რომ როგორც ადაპტაცია არის იდეალურობასთან ძალიან ახლოს, იმიტომ რომ ზოგადად დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ფილმთან, ან როგორ აკეთებ და ეგ დამოკიდებულება ჩანდა იმ ხერხებში, თხრობით, ვიზუალური თხრობის ხერხებში თუ სიუჟეტური თხრობის ხერხებში, რასაც და როგორც ეს ფილმი აკეთებს. პირველ რიგში დავნიშნო, რომ გონცა შემახსენა, რომ შეიძლება წიგნიც დავდოთ დეკორაციად. ახლა რაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ეს არის მეთოდი, თქვენ რა შეცვალა, რაც იყენებს ეს რეჟისორი იმისთვის რომ მოყვეს ამბავი, მოგვითხროს. საინტერესო იყო რაც აირჩია ეს მეთოდი რატომ. ამ წიგნში ამბავი არის მოთხრობილი მესამე პირში, ან მთხრობელი ყვება და ფილმში ამბავს ყვება პირველი პირი. ოღონდ
არანაირი სიტყვებით, ასეთი მარტივი ფილმი ნამდვილად არის. ანუ გადაიყონა პირველი პირიდან რაღაც ამას ტექნიკურში უფრო კარგად გამარტა სუბიექტურ კამერას რო იყენებს და პირველი პირი გახადა და როგორც წესი ხდება ხოლმე პირიქით. ხო, შემოყავთ რა მთხრობელიან, ან კარც მიღმა ხმა და ასე შემდეგ და ეგ უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ კაცმა ძალიან გაირთულა საქმე, მაგრამ გაირთულა და გაართვა. თავი რეალური ტრაგედია ის რაც მოხდა, რასაც ნაწარმოები ეფუძნება და ცალსახად ამ ფილმსაც აინტერესებს, რა საკვირველია ის რაც მოხდა რეალობაში. წიგნში ამ ყველაფერი ამაზეა რა, ანუ ყველაფერი მიემართება ელვუდის ამბავს, ყველაფერი მიდის აქეთ რომ წერალმა ეს გითხრა. ამ ფილმში ეს ტრაგედია არის ფონი. ოღონდ ეს არ არის ისეთი ფონი, რომელიც უბრალოდ გარემოს შესაქმნელად ჭირდება რეჟისორს. ეს არის ფონი, რომელსაც უყურებ მუდმივად და უნდა უყურო კიდეც, თორე თუ ანუ ერთი წამით მაინც თუ დაკარგავ ამ ფონზე კონტროლს და დაანებებ თავს, მაშინვე ფაქტობრივად ფილმი გაგირბის ხელიდან, ანუ კარგავ ყველაფერს აბსოლუტურად. ეს არ არის უბრალო, ანუ რაღაც ბუტაფორია ფონი კი არ არის, ეს არის სურათი მთლიანად. ამ ორი ბიჭის ურთიერთობას განახებს იმ ფონზე რაც ხდება. ანუ ერთმანეთს ავსებენ, ეს ორი რაღაც ცალ-ცალკე არ არსებობს ამ ფილმში, ვერ იარსებებს და მაყურებელი რომელსაც ან ერთი საქმე უნდა, ან მეორის გულისხმობ, ან მარტო ტრაგედიის, ან მარტო ამ ბიჭების ურთიერთობის, რეალურად არასწორად შეხედავს ამ ფილმს. ეს არის ერთი თლიანობა, რომელსაც ანუ ერთიანად უნდა უყურო. ჩემს ხომინდა რომ მე მგონია რომ ეს ინოვაციური ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სხვა ფილმებშიც არის იგი თუმცა ბევრ ფილმში არა იგივე მეთოდი გამოყენებული, მაგრამ არატრადიციული შეგვიძლია დაუძახოთ ჯერ კიდევ უკვირს თვალს და რაღაც სიახლედ გვეჩვენება, რაც ამ პერიოდში, როცა მართალია ყველაზე პატარა ხელოვნების დარგია, ანუ პატარა თათო. მაინც ამ ხელა ისტორია აქვს თავისი მედიუმიდან გამომდინარე და ძალიან რთულია რომ სიახლე შეიტანო კინოში ზოგადად რეალურად ეგ კრიზისი დგას ეხლა. ამიტომ როცა რეჟისორი ახერხებს ამას, არის ძალიან სასიამოვნოდ გამოუცებელი. მე მგონია რომ აქ რომ ეს მეთოდი არ ყოფილიყო გამოყენებული, ეს სიახლე არ ყოფილიყო შემოტანილი, იქნებოდა ძალიან სტანდარტული, ძალიან შეიძლება თქვა სტერეოტიპული ფილმიც კი, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როცა ბევრი ფილმი ამ მსგავსი შინაარსის, იყო იმ საშუალება, რომ გამხდარიყო ეს ფილმს რაღაც სტერეოტიპული და ძალიან სწორხაზოვანი. ხო, ერთი პირველი პირი კი არ არის, ორი პირველი პირია, რაც ესეც ძალიან ეს შეიძლება ითქვას, რომ მართლა სიახლე, იმიტომ რომ მე არ მინახავს ერთად რომ ესე ორი პირველი პირი ყოფილიყოს, ეს და ორი პირველი პირის მონაცვლეობა შეიძლება არის, მაგრამ მე პირადად არ მინახავს. აი როგორც წიგნებში რო ვკითხულობთ პირველ პირში, თითქოს სხვანაირად შეიგრძნობა, აი თითქოს შენ ხდები პერსონაჟი. აქაც ეგ არის, მაგრამ მგონია რომ მაინც დისტანცია, ანუ თლად რეჟისორი იმის საშუალებას არ გაძლევს, რომ თლად ის გახდე. ანუ მეს შეგრძნებას არ კარგავ, მაგრამ თან ხდები ის, ვისაც არის ეს ფილმი. მგონია რომ ეგეც რაღაცნაირად ემოციური სიახლე იყო ჩემთვის. ახლა გადავიდეთ უბრალოდ პერსონაჟების დახასიათებაზე, არა უბრალოდ მათ ერთგვარ ზედაპირულ ანალიზზე, მაინც იმიტომ რომ ვერ ვახერხებთ ხოლმე მაინც სიღრმისეულად განვიხილოთ ყველა პერსონაჟი საგები მიზეზებს და გამომდინარე. როგორც გვანცამ აღნიშნა, წიგნში მაინც ელვუდი არის ეს main character, ანუ ყველაზე მთავარი და ასე შემდეგ, მაგრამ ელვუდი და ტერნერი თითქოს თანაბარ მნიშვნელობას იძენენ ამ ფილმში. ყველაზე მეტად რაც მომწონს მათ პერსონაჟებში და მათ შესაბამისად მათ დინამიკაში არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით აქვთ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება, მაგრამ არიან მაინც რეალურად საუკეთესო მეგობრები. 60-იანი წლებია, ანუ შავკანიანთა უფლებები, პიკია, ბრძოლის პიკია, ანუ ამ პერიოდში მიმდინარეობს ძალიან დიდი მოძრაობები, როგორც ვიცით. და ელვუდი არის ადამიანი ახალგაზრდა, რომელსაც ამ მოძრაობაში ჩართვა უნდა, ერთვება კიდეც გარკვეულწილად, თუმცა ყავს ბებია, წარსულიდან გამომდინარე, ძალიან პროტექტივ არის, ანუ ძალიან დაცვის ინსტინქტი აქვს თავის შვილთან დაკავშირებით. ელვუდი არის ესეთი, რომ იბრძვის აქტიურად ამ უფლებებისთვის და გონია, რომ ამას აქვს აზრი ამ ბრძოლას. ტერნერი ამ დროს არის სრულიად საპირისპირო
რა თქმა უნდა, ამასაც უნდა უფლებები, მაგრამ არის სრულიად ცინიკურად განწყობილი, რომ არანაირი აზრი არ აქვს ამ უფლებებისთვის ბრძოლას არც ნიკელში და არც ამ აკადემიის გარეთ, იმიტომ რომ შავკანიანი ადამიანების მიმართ ყველგან არის ერთი და იგივე დამოკიდებულება, უბრალოდ გამოხატული სხვადასხვა ფორმით. კულმინაციაში, სადაც ხდება ძალიან დიდი გამომჟღავნება რაღაცის, რასაც წიგნში ავტორი და ფილმში კიდე რეჟისორი გვიმალავდნენ, არა უბრალოდ ხო, ანუ მთელი ფილმის განმავლობაში მანიპულირებდნენ. ჯერ არ დავასახელებ იმ პერსონაჟს, იმიტომ რომ ცოტა იმ პერსონაჟის გარდატეხვას ვხედავთ მეტამორფოზას ერთგვარს, როგორ იცვლება მისი შინაგანი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. აი, ემოციური კუთხით ვიტყვი მაშინ მე რა. დაფარული ემოციები მოდიოდა, ოღონ ეს ემოციები დაფარული იყო როგორც ვიზუალური თვალსაზრისით, ასევე შეგრძნების დონეზე. ოღონ იყო დაფარული და არა დამალული. პირიქით თითოეული პერსონაჟი და რასაკვირველია რეჟისორი და ოპერატორი, მიზანი იყო ის, რომ ეს ემოციები ყოფილიყო მაქსიმალურად ახლოს მიტანილი მაყურებელთან. ეს პერსონაჟები არიან ძალიან ემოციური პერსონაჟები და ანუ ემოციურობა ხო არ გულისხმობს მაინც და მაინც ტირილს და ყვირილს, არა? ის დაფარულობა, რასაც მე ვახსენებ, რაც მათ გააჩნიათ, გამომდინარეობს აბსოლუტურად კინოსურათის კინემატოგრაფიული ხასიათიდან გამომდინარეა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ის მეთოდი, რაც უკვე ვახსენეთ, რაც არჩეული, ეს ზედმეტი რაღაცის გამომჟღავნება, როგორც შეგრძნების დონეზე, ასევე ვიზუალურად, იქნებოდა ძალიან პათეტიკური, ძალიან უშნო პირდაპირ ვიტყვი, ამიტომ ფარავს, მაგრამ არ მალავს. პირიქით მაქსიმალურად ცდილობს, რომ მაყურებელთან იყოს მიტანილი. უბრალოდ ის მინდა აღვნიშნოთ, რამდენად კარგად თამაშობს ელის ტეილორი, ეს არის მის სახელი. მაპატიეს, მაგრამ ანუ ამ ადამიანის პირველ სახელს მე უბრალოდ ვერ წარმოვთქონდა, რომ ეს იყოს ელის ტეილორი. თუ ვინმე წარმოთქვამთ და voice ჩაგვიგდებთ დუბლიორის Instagram გვერდზე დაგუფოლოვეთ. თუ voice ჩაგვიგდებ, როგორ იკითხება ჩვენ ამ voice, ამის შემდეგ ვიდეოში ჩავსვათ და მოვასმენთ ყველას. კი, მე მგონია რეჟისორმა სხვადასხვანაირი დავალება მისცა ერნერის და ელუდის მსახიობებს და ამ ქალბატონს, იმიტომ რომ თითქოს ამ ადამიანს უფრო ტრადიციული როლი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ კამერა მასთან მუშაობს ჩვეულებრივად როგორც მესამე პირი რა, ანუ პირველ პირში მისგან ვარც ვერ ხედავთ და ასე შემდეგ. სხვადასხვა დავალება ჰქონდათ, ერთს უფრო ტიპიური რაღაც ტრადიციული სახის როლი იყო და ამ ბიჭებს კიდე ჰქონდათ უფრო რაღაც ტექნიკური საშუალებიც რომ უნდა გამოიხატოს მათი შესრულება, უფრო ეგეთი როლი ჰქონდათ. სიმბოლოებზე და რაღაც ეს რაღაცებზე გავამოხვილოთ ყურადღება. ჩემთვის საინტერესო იყო ალიგატორის სიმბოლო, რაც პირველად გამოჩნდა დაახლოებით პირველ 15-20 წუთში, ნუ უბრალოდ რაღაც გზაზე გადაირბინა და რატომღაც რო დავინახე, ვიფიქრე, რომ შეიძლება ამას მნიშვნელობა ჰქონდეს თქო, მაგრამ ისიც დავუშვი, რომ ნუ უბრალოდ რავი ალიგატორია. მაგრამ შემდეგ იმდენჯერ გამოჩნდა ალიგატორი, რამდენჯერაც მე ვთქვი ამ წინადადებაში და უფრო მეტჯერ. კი, ნამდვილად სიმბოლოა. ანუ ამდენჯერ ტყუილად არ გამოაჩინა. ალიგატორი არის ძალაუფლების, სიძლიერის და გადარჩენის სიმბოლო, განსაკუთრებით ამერიკის ნეითივ კულტურაში რა. და არის ერთგვარი ხიდი ფიზიკურ სამყაროს და სულიერ სამყაროს შორის. ვიფიქრე პირადად, რომ ეს, ნუ, ლოგიკურად ელბუცსა და ტერნერ შორის არის ხიდი, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც რომელმა სიტყვამაც მიიქცა ჩემი ყურადღება, იყო გადარჩენის სიმბოლო, ის ფაქტი, რომ ეს არის გადარჩენის სიმბოლო. მაშინ ამაზეც სპოილერი გამოვა, ამიტომ ესეც არ ვთქვათ და რომ უყურებთ თქვენ თვითონვე მიხვდებით, რას გულისხმობთ. ფორთოხელზე სხვა არ ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა. მაგით იწყება ეს ფილმი, პირველი კადრი არის ზუსტად ფორთოხლის ორსახოვანი სიმბოლო, არის ფორთოხალი და ფორთოხლისფერი ან სტაფილოსფერი, ერთდროულად როგორც პოზიტიურს, ისე ნეგატიურს შეიძლება განასახიერებდეს რა. და ჩემი აზრით ამ ფილმში სწორედ მაგ სახით ჰქონდა გამოყვანილი, ანუ იწყება ძალიან პოზიტიური და შემდეგ გადადის უკვე ნეგატიურ კონტექსტში. ძალიან საინტერესოა იგი, იმიტომ რომ ალიგატორთან დაკავშირებით კიდე წავიკითხე, რომ არის ბალანსის, ერთგვარი ბალანსის სიმბოლო, იმიტომ რომ აქვს ცუდი თვისებებიც, ის რომ რაღაც თავდასხმა, სხვის გაწირვას შემდეგ ეგენი შეუძლია და აქვს კარგი თვისებებიც, რაც აღნიშნეს გადარჩენა და შემდეგ, ამიტომ გამოსახავს ერთგვარ ბალანს სამყაროში კარგს და ცუდ საწყის შორის. ამიტომ ანუ საინტერესოა რომ ფორთოხალსაც იგივე დატვირთვა აქვს
და გადავედით ტექნიკურ ნაწილზე. ეს ფილმი არის ძალიან კინემატოგრაფიული ფილმი, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით ბევრი ფილმი შეგვიძლია ჩამოთვალოთ, რომელიც აი უფრო მეტად ახლა ტექნიკური მხარე ძალიან დომინანტი აქვს და ყველაფერი იმაზე როდგოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ასეთი დომინანტი არ არის, იმიტომ რომ ბევრს ანუ რაღაცას არ იყენებს, აქ რამდენიმე მეთოდი ცირედებს, მაგრამ ბოლომდე ამით ატანინებს ფილმს და იყენებს ძალიან კარგად, ძალიან დახვეწილად აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და საბოლოო ჯამში ძალიან კარგ კინემატოგრაფიულ პროდუქტს ქმნის რა. დავიწყოთ პირველ რიგში ოპერატორით, ალბათ. დაიწყოთ თუ პირველივე წუთებიდან უფრო ახალი რო ვახსენეთ, ხო, ეს კამერის მოძრაობა და სუბიექტური კამერა რო შემოდის, ვიგრძენი რომ რაღაც უფრო მეტს გააკეთებდა სუბიექტური კამერა ამ ფილმში, ვიდრე ზოგადად სხვა ფილმებში აკეთებს. ახლა რაც მოხდა რომ მთლიანი ფილმი არის სუბიექტური კამერა, ამას რა თქმა უნდა ეს არ მიწინასწარმეტყველებია, მაგრამ რაღაცით ვიგრძენი რომ იმაზე მეტს შეიძლება თუნდაც იმიტომ რომ ძალიან უბრალო კადრი ფორთოხას უყურებს და მეორე უცებ 90 გრადუსით გადადის. თითქოს მნიშვნელოვანი კადრი არ იყო, მაგრამ ნუ რეალურად არის, მაგრამ პირველი ეწამში ხო არიცი. შეიძლება ამიტომ არ ვიცი, მაგრამ ეს მაგრწნობინა და ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაგარი რეჟისორის გაკეთებულია და ძალიან მაგარი ოპერატორის გაკეთებულია. ასევე სუბიექტურ კამერაზე მინდა ვახსენო, რომ აქ ანუ ერთზე მეტი პირველი პირია თქო რა, რაც მართლა მოხიბლავია და შენ რაც თქვი, რომ ანუ არც მე არ მახსენდება და ასევე არ მახსენდება, რომ ასეთი დოზით, ან სუბიექტური კამერა რო ასეთი დოზით იყოს რა, ფილმში, ანუ ვერ ვიხსენებ. განაის რომ ვერ იარსებებს, ანუ წეხან შენ რაც თქვი, რომ ახალი ამაში არაფერი არ არის სუბიექტური კამერა და დიდი დოზითაც გვინახავს რაღაც, მაგრამ მთლიანი ფილმი სუბიექტური კამერა ძალიან დიდი რისკით, ანუ 2 საათზე მეტი არის ეს ფილმი და ძალიან დიდი რისკია. ჩაგეძლები უბრალოდ რომ გქონია რომ მაგით ერთგვარად ოღონდ კარგი გაგებით თავი შეიზღუდა. ანუ ეს იყო ერთგვარი ჩელენჯი. როცა რაღაც შეზღუდული ხარ, თუნდაც ბიუჯეტზე გადავიტანოთ, როცა ნაკლები ფული გაქვს ფილმის გადასაღებად ან რამის გასაკეთებად, ხო, მეტი შემოქმედებითი აზროვნება გიწევს, რომ ეს როგორ გავაკეთო ასე შემდეგ. მგონია რომ აქაც თავის თავს დაუწესა ეს რაღაცნაირი ლიმიტი, რომ ვიზუალურად რადგან პირველი პირია და მთელი რაღაც მომენტში ხო არ მოაგდებდა და მოდი ეხა რაღაცა ძალიან დიდი საერთო ხედით ვაჩვენებ, თუმცა არის საერთო ხედებიც ძალიან საინტერესო. ამიტომ შეზღუდა თავის თავი, რომ და ბოლომდე მიაწვა, ასე ვთქვათ, ამას, რომ პირველი პირით გაეკეთებინა მთელი ფილმი, იმიტომ რომ ესეც კი იგრძნობა აი passion თვითონ რეჟისორის, რომ ეს გამოწვევა უნდოდა და გააკეთა რა და ეგ ძალიან დასაფასებელია და ძალიან მაყურებელს შეწევს ძალიან დადებით განწყობას, მხოლოდ ფილმის მიმართ კი არა, რეჟისორის მიმართაც, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია შენს პროფესიას. ამ ფილმის ოპერატორი ჯონ ფრეი, რომელმაც ანუ უმაღლეს დონეზე გააკეთა თავის გასაკეთებელი, მაგრამ ამ ფილმის რეჟისორი არის ოპერატორიც. და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ხრივაც. და კარგია რომ საკუთარ თავზე არ აიღო ესეც რა. შეიძლება ამ რისკადაც არ უღირდა და ნამდვილად არ უღირდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ნამდვილად კარგად ჩანს, რომ ანუ ეს ოპერატორული გამოცდილება, იცი როგორ უფრო მარტივად გაუგებდნენ ერთმანეთს, უფრო მარტივად მიცემდა, ძალიან ბევრი მითითებები იქნებოდა საჭირო ოპერატორისთვის და ისეთი მითითებები, რომელიც ძალიან კონკრეტული და ძალიან გასაგები და მარტივად აღსაქმელი უნდა ყოფილიყო თვითონ ოპერატორისთვის, რომ ისე გაერთვა თავი, როგორც გაართვა. აი ისაც ხო ხდება ცოტა ზეთხედით რო. ხო, და ამ მაგას ვფიქრობდი ეხლა, იმიტომ რომ მაგასთან დაკავშირებით რაღაც რაც მაქვს სათქმელი სპოილერი შეიძლება თქო და მაშინ დავაწეროთ რომ სპოილერი და ის სუბიექტური კამერა. დროის ცვლილება, როდესაც უკვე იწყება, როდესაც 60-იან წლებიდან გადაც უკვე რაღაც რამდენიმე 10 წლეული შემდეგ. აი რეალურად სუბიექტური კამერაა, მაგრამ არ არის, იმიტომ რომ პერსონაჟს უკნიდან უყურებ. რატო აღვქვა მე ხა ამას სუბიექტურ კამერას და რანაირად არის? ვინაიდან, აქ უკვე სპოილერს ხო ვაკეთებ? კი. ვინაიდან ტერნერი თავს ასახებს როგორც ელუდად და მასში ის ეხლა რაც ახსენე შეგვიძლია მეტამორფოზა სადაც ჩდება და ასე შემდეგ. კამერის ასეთი მდგომარეობა არის ამ ორი პერსონაჟის ერთიანობა. თითქოს ტერნერის რაღაც ნაწილი არის გამოყოფილი მისი სხეულიდან, იმიტომ რომ მასში ელუდმა უნდა დაიკავოს რაღაც ნაწილი, თავის ამ ტერნერის ამ ნაწილს უთმობს და ელუდი არსებობს მასში და ჩემთვის ეგ არის, რომ ტერნერის ის ნაწილი, რომელიც ელუდს უთმობს სივრცეს რაც გამოყოფილია მისი სხეულიდან და ისე აკონტროლებს, ისე უყურებს ყველაფერს რა. ჩემთვის ეგ არის ამ ორი პერსონაჟის ერთიანობა. ჩემთვის ეს რითი დასტურება კიდე რომ ასე იცი, ბოლოს როდესაც უკვე ტერნერის საცოლე, მანამდე ხო სულ ელვუდით მიმართავს.
და არის შავი ეკრანი და ისმის ამ ქალის მიმართვა ტერნერ. აღარაფერი აღარ ჩანს, მხოლოდ ეს სიშავე. და აქვე ვიტყვი მაშინ ბარემ, რომ ანუ სიშავე ზოგადად ხო და შავი ფერი ხო ასოცირდება უარყოფითთან ყველაფერთან და ასე შემდეგ. ასეთი სიმშვიდის მომტანი სხვა რომელი ფილმში, სხვა რომელი ფერი ყოფილა, აი მართლა ვერ ხვდები. მე თვითონ დავიცალე ყველანაირი დაძაბულობისგან იყო თუ რაღაც უარყოფითი ემოცია თუ რაც იყო, როდესაც შავი ეკრანი გამოჩნდა და ისმის ტერნერის შეყვარებულის ხმა მიმართვით ტერნერ და რასაც ეუბნება. ის კამერა ტექნიკური თვალსაზრისით ეგ არ ითვლება სუბიექტურ კამერად, მაგრამ შეგრძნების თვალსაზრისით იყო აბსოლუტურად კვლავ სუბიექტური კამერა რა. იქიდან გამომდინარე, რომ წიგნი წაკითხული მქონდა და ეს plot twist-ი ვიცოდი. კიდევ უფრო მეტად ვაკვირდებოდი როგორ და წინასწარ მაინტერესებდა, რომ აი ამას როგორ გადმოგცემს, იმიტომ რომ აი რაღაც ვერ ვიტმენდი თითქოს, რომ განსტერეოტიპულება, ანუ ეს სტერეოტიპული და სტანდარტული თხრობის თავიდან აცილება მოახერხა იმით, რომ ეს ორი პირველი პირი შემოიყვანა და ეს სუბიექტური კამერა მის ცვალებადობა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამას როგორ გამოახერხებს, რომ ამ პერსონაჟში, რეალურად ტერნერში არის ელვუდი ბოლოს. რეალურად ხო ეს რა თქმა უნდა მათი ურთიერთობის გამომხატველია და ის რომ ელვუდმა განაგრძოს სიცოცხლე ტერნერში. და როგორ აჩვენებს ხამს კამერა? ანუ არ ვიცი ეს როგორ მოიფიქრა, მაგრამ ძალიან მაგარი რამე მოიფიქრეთ, რომ პირველ დროს ვხედავთ ამ მომავლის ტერნერს, ანუ ელვუდს. ვხედავთ კომპიუტერთან ზის ეს უკნიდან როგორც მოაცამ აღწერეს უკნიდან იღებს და მეთქი oh my god crazy და ძალიან მაგარი იყო. ორ ფაქტს გამოვყობ. ერთი ბარის სცენა მინდა გამოვყო, სადაც ძველ მეგობარს ხვდება, როგორც ოპერატორის ნამუშევარი და კამერის მხრივ საინტერესო ის არის, რომ არის still ხო, უძრავი კადრი, მაგრამ ისე სუნთქავს კამერა, ისეთი თან რაღაცნაირად დაძაბული ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ტერნერს ვერ ხედავს მაინც ზურგით არის და რაღაცა და მსახიობიც უნდა შევაქოთ აქ, იმიტომ რომ ხმით ძალიან რთულია ეგ მხოლოდ ხმით გამოხატო რაღაცეები და ძალიან კარგად გააკეთა ეგ სცენა იყო შესანიშნავი. არ ვიცი, მაგრამ თქოს ელვუდის სუნთქვა გესმის, აი არ ვიცი, რაღაცა ეგეთი შაბეჭდება შეება, რამდენად ცოცხალია კამერა. იქნება ეს პირდაპირ სუბიექტური, ანუ პირველი პირით თუ იქნება ეს რაღაც არც ვიცი, რაღაც ახალი რაღაც მოიგონა, არ ვიცი, რაღაც სუბიექტური, სხვანაირად სუბიექტური კამერა. თვალის დახამხამება, იქ თავიდან პირველად რო შევამჩნიე, რომ თითქოს აი თვალის დახამხამებაც ჩანს, მაგრამ ესე რო ყოფილიყო ეს 2 საათის და თითქმის 2 საათნახევრის განმავლობაში იქნებოდა ძალიან დამხლელი. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, აი როცა რაღაც ემოციურად რაღაც გადამწყვეტი ხდება, მაშინ არის ეს თვალების ხამხამი, რაღაც ეგეთი ეფექტი ეგ დადებული კამერას. თავიდან ის ვფიქრე, რომ მეთქი რაღაც ხო გაჭედა, მაგრამ არა, ხო, ანუ ძალიან კარგად არის ეგეც ნაპოვნი. ძალიან დიდი შანსი იყო იმისა, რომ სუბიექტური კამერის მონაცვლეობა პირველი პირიდან მეორე პირველ პირამდე ყოფილიყო რაღაც თვალისთვის ძალიან დამღლელი, გონებისთვის ძალიან დამღლელი, ანუ როგორი ამართლა რომ 2 საათნახევარი უყურო როგორ მონაცვლეობს კამერა ორ პერსონაჟს შორის. აი საერთოდ არ არის დამღლელი, რაღაც მომენტები არის, როცა საერთოდ გავიწყდება, რომ კამერა რაღაცნაირად იცვლება მათ შორის. გადასვლები არის იმდენად დახვეწილი, რაღაც დინებასავით მიდის, თითქოს არ ვიცი. ძალიან მაგარი რვიანებია, რომლებიც რეალურად როგორც ის სუბიექტური კამერა არ არის სუბიექტური კამერა, ისე არ არის ეს რვიანებიც. ეგაა კიდე ძალიან მაგარი, რომ მეოთხე კედლის გარღვევად საერთოდ არ გონია რომ შენ აი ეგ რაც ვახსენე რომ მე არ გეკარგება ან მანდ ჩანს ყველაზე კარგად რომ ეს შენ თვითონ ვინც უყურებ არ კარგავ მაგას ანუ იცი რომ შენ არ გელაპარაკება ძალიან მაგარი რაღაცა ოპერატორის ნამუშევარი რა ჩემს უცებრო ჯამოს ამოწერილი მაქვს გრეგ ფრეიზერის სიტყვები რომელზეც ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენ ინსტაგრამ პოსტზე ნახოთ რომელიც აღწერაში იქნება ამ ვიდეოს ოპერატორი ვალდებულია აუდიტორიას დაეხმაროს ამბის შეგრძნებასა და განცდაში. ჯონ ფრეისი სწორედ ამას აკეთებს უმაღლეს დონეზე. ერთდროულად შენი თავიც ხარ და რაღაც ის პერსონაჟიც ხარ და აი ეს ისე კარგი როგორც ტერნერი არის, ელვუდიც არის და ტერნერი. ჩვენ ყველა ტერნერები. უბრალოდ გრეგ ფრეიზერი ის ოპერატორია, რომელსაც აუცილებლად უნდა მოусმინოთ, თუ გინდა რომ ოპერატორის რაღაცა გაიგო. თან ახლოს და კაცი. კი, ისევე როგორც ეს ოპერატორი და ისევე როგორც ამ ფილმის რეჟისორი. კი, ანუ მაგის ინტერვიუ ვნახეთ ანის round table რეჟისორების და ისეთი რაღაც დადებითი პიროვნება, რაღაცა იმ ხიარული, ისეთი ქარიზმატული რაღაც, ანუ ვისაც ეს რეჟისურა და ეს გაინტერესებდა გიყვართ, მაგასაც უყურებთ რეჟისორების round table-ს, წლევანდელს, აღწერაში იქნება. ხო, ძალიან საყვარლობა.
ამ ბიჭმა ხო, ნუ ანუ რაც მომავალში რაც არ უნდა გლახა ფილმი გადაიღოს, რაც არ უნდა გააფუჭოს, ანუ მარტო ამ ფილმის გამო ვიქნები ჩემი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მადლობელი, რომ წაკითხული რო გაქვს და რო ელოდები, რომ აბა როგორ გააკეთებს, რას იზავს, იმას როგორ მაჩვენებს, ამას როგორ მაჩვენებს და ყველაფერი მაჩვენა ისე, როგორც არ ველოდებოდი და როგორც ვერც კი ვისურვებდი, რომ ყოფილიყო. აი მაგარია. წარმოვიდგენდი. პირველ რიგში რაც თვითონ მონტაჟთან დაკავშირებით არის ის, რომ თავიდანვე ტონს გისვამს თქოს ფილმის, ხვდები როგორ უნდა უყურო. უნდა მიაქცევ ყურადღება ყველაფერს, რომ გაიგო რა ხდება. განაშეიგრძნო, გაიგო. ამას ვეძახი რა ეგრეა ჭკვიანი მონტაჟი და ამ ფილმში არის აბსოლუტურად გამოყენებული ჭკვიანი მონტაჟი. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს. ეს time jump-ები წინ, მერე ისევ უკან. ეს ძალიან რთული რაღაცაა, ანუ კრისტოფერ ნოლანი დაგვეთანხმება, რომ დრო კინემატოგრაფში არის ძალიან რთულად გადმოსაცემი, მით უმეტეს როცა ეს სწორხაზოვნად უნდა დამიყვები და ქრონოლოგიურად დამიყვები. ეს ფილმი ძალიან მაგრად იყენებს მაგას. ერთი სცენა მინდა მოვიყვანო, რადგან სპოილერი უკვე ვახსენეთ. მატარებლის სცენა მინდა ვახსენო, თავიდან დასწრში თითქოს ჩანს, რომ გარეგნულად ძალიან ლამაზი და ესთეტიურად კარგი სცენა, მაგრამ მთელი ფილმი მე მეგონა ელვუდი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ არ იყო ეს ელვუდი, იყო ტერნერი. როცა ვხედავთ უკვე როგორ მოკლეს ელვუდი და როგორ იქცა ტერნერი ელვუდად, აი ამას რაც შენახსენ ზუსტად ის მაგ მინდორშივე იბადება ტერნერის ახალი იდენტობა, ანუ ელვუდი, თითქოს ახალი მე, ან ტერნერში იბადება ელვუდი, იმიტომ რომ მონტაჟით როცა ანუ ეგ კადრი არის ჩასმული, ბოლოსკენ კულმინაციურ მომენტში მან ვხედავთ, რომ ეგ კამერა ეგეთი სუბიექტური თუ როგორიც არის, ეგ კამერა პირველად მანდ არის გამოყენებული. რო თქვი რომ იქ დავწმუნდიო ბოლოს რომ ჩაბნელდა და რაღაცა რომ ამაში მართალი ვიყავიო, აი ეგეთი მომენტია რომ მიხვდები რომ მართალი ხარ და სწორად აღიქვი ის ყველაფერი, იმიტომ რომ მანდ იბადება ტერნერში ელვუდი. ძალიან კარგად უმკლავდება რომ არ გაიქცეს არც აწმყო, არც წარსული მომავალი და ასე შემდეგ. ყველაფერს ისე უყრის თავს როგორც საჭიროა. ის რაც ვახსენეთ მონტაჟზე, აი აქ მართლა მეტყველებს გელაპარაკება, აი გაწუდის ყველაფერს, არც ერთ დეტალს არ გიტოვებს, ყველაფერს გეუბნება. ოღონდ როგორც შეეფერება პროფესიონალურ მონტაჟს ზუსტად ისე. რაღაც როგორც შეგირჩი როგორც იყო ეგრე. ხო, ესე მომიგდო სათქმელი და აჰა. მაგის გარდა რას გესაუბრება, რაც ძალიან საინტერესოა, ასევე როგორ გესაუბრება, რა მეთოდებს იყენებს, აი დასაწყისში მაგალითად აქ ოპერატორის და მონტაჟის ნამუშევრის თანხმდება, როდესაც ეს ძალიან ახლო ხედები როცა არის ეს დეტალები თითებზე, ხელებზე, ბანკოში ხოზე რაღაც ეს ფერფლზე გამახვილებული, ასეთ კადრებს ხშირად მოიხსენიებენ არაფრის მთქმელ კადრებად, რაც აი ახლა ცალკე რო ეგ ნახოთ, მართლა არაფრის მომცემი არ არის, ანუ ფერფლი და ბანკუს შეხვარა შუაშია, მაგრამ აი უკვე მე რო იაზრებ, ეს არის სუბიექტური კამერა და პატარა ელვუდი უყურებს ამ ყველაფერს და ამ ყველაფერზე ყურადღებას პატარა ელვუდი ამახვილებს. ეს მონტაჟით როგორ არის გაკეთებული, აი მაშინ უკვე ძალიან მრავალი თქმელი ხდება და მაშინ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდები ხდება. ყველა სათითაოდ არ ჩამოთვლი, ერთადერთი ეს უნდა ვახსენო, გამოყო ეს მომენტი აუცილებლად, იმიტომ რომ არის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, აი რაღაცნაირად ესე რომ დაგაჟრიალოს ხოლმე, აი ეგ მართლა ეგ არ დამოვიწყდება არასდროს, ეგ დამემართა, იმიტომ რომ ამ სცენაში ერთდროულად უმაგრესად და უმაღლესად აქვს ნამუშევარი რეჟისორს, მსახიობ ქალს, ტერნერის შემსრულებელ მსახიობს, ოპერატორს და მონტაჟს, ანუ ყველაფერს ერთად დასხდნენ, აი ეს მაგი და მარტო ეს ხალხი დასხდა და აი ხა ვაკეთებთ ამას, აი ესე ლაპარაკი რეჟისორ, აი ეს თქვენ გელაპარაკებთ, თქვენ გელაპარაკებთ. აი მომენტი, როდესაც გამოქცეული ტერნერი მიდის ელვუდის ბებიასთან და ხმას ხო არ იღებს. არაფერს არ ეუნება, რა თქმა უნდა, ბებია ხდება ყველაფერს და როდესაც იწყებს he's fine და რო ჩაიკრავს ამ ტერნერს გულში, უცებ მონტაჟით ჩანს გულის ფეთქვა, რენტგენულად ჩანს გულის ფეთქვა. ეგეც მაგარია, რომ რაღაცა ნამდვილი გული როა, ეგ კი არ ჩანს, აი ეგ რენტგენ მაგასაც კიდე ცალკე ეფექტი აქვს რა. მან თითქოს ელვუდის თქვაც არის, მე ეგრე აღვიქვი, რომ თითქოს ელვუდის არსება იგრძნობა მან და ყოფნა იგრძნობა თითქოს რა.
კი, გესახმები და ყველაფრის და ყველაფრის არსებობდა ყველანაირი სიცოცხლე. ყველას გულის ფეთქვა იყო, იმიტომ რომ აი ეგეთი მაგარი სცენა, აი ძალიან მაგარი კადრი იყო. ყველას ასეთმა ძალიან მაღალმა შესრულებამ განაპირობა ეს, მაგრამ ან მონტაჟი ამ მომენტში, რომ არ ასეთი მონტაჟი, ასეთი მაგარი ვერ იქნებოდა. ესე დავდახ ჩართული კადრები რეფრენივით. სადაც ჩანს მოძრაობის სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი მარტინ ლუთერ კინგი, რა თქმა უნდა, კიდევ სიდნი პოიტერი. ეს ყოფილა პირველი შავკანიანი ადამიანი, რომელმაც Best Actor მოიგო. კიდევ არის ნაჩვენები ამერიკის, ეს space program რა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს მოწყვეტილები არიან ნიკელის აკადემიაში, ის გარემო, ის რეალობა, რაც ნიკელს გარეთ ხდება, რეალურია, არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ამათთვის თითქოს სიცოცხლე გაჩერდა, კაცობრიობის განვითარება ეს გრძელდება და ერთი მხრივ ძალიან თითქოს მოტივაციის მომცემია, რომ ანუ ვითარდება კაცობრიობა. მაგრამ მეორე მხრივ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ესენი განსაკუთრებით ელვუდი, რომელსაც უნდოდა ამ ყველაფერში ჩართვა, ვერ ერთვება ამაში და შორიდან ვერც უყურებს, იმიტომ რომ ანუ არც იცის რეალურად რა ხდება გარე სამყაროში და ეს ანუ ძალიან სევდიანი რაღაცაა რა. უბრალოდ მაგაზე მე იცი რა ის ქონდა კიდე პლუს რა შეგრძნება, ტრაგედიის გაუბრალოება, ოღონ რას გულისხმობ, რომ ასეთი რაღაც ხდება, ყოველდღიურად ასეთი ტრაგედიები, უბედურებები ყოველთვის ხდება ჩვენს გვერდით, ეხა ჩვენ ვსაუბრობთ პარალელურად ვიღათ, ანუ ცხოვრება რომ მაინც გრძელდება და ახლა რომ შევაჯამოთ რა დიდი შეჯამება ამას უნდა ახთოვანებულები ვართ, ძალიან მოგვეწონა ეს ფილმი, აი კიდევ ნახავ ამ ფილმს, აუცილებლად კიდევ ნახავ ამ ფილმს. ჩემი შეჯამება იქნება თუ ნებას მომცემთ ეს რომ გადავიკითხო ესე რაღაცნაირად. ბანალურიც არ არის ეს ფრაზა, აი ყველაზე მეტად ჩემს ასეთ ადამიანებს ეზიზღება და სნობებიც არ არიან, რამ დაბიოარსებები არის. წიგნის ჯობს ფილმს. ყველაზე იმიტომ რომ ძალიან საზღვროა. მოკლედ არსებობს ასეთი გამოთქმა წიგნის ჯობს ფილმს. რაც არის სრული იდიოტიზმი, მაგრამ აი ამ ფილმმა რა არა უყურე თვითონ ზოგადი გამოთქმა ჯობს ფილმს. არო ლიტერატურას ჯობს კინოს, ანუ ეგრე ეგ რა თქმა უნდა what the fuck. რას ხო ხელნების დარგების შედარება what the fuck dude. ამ ფილმმა აჩვენა კინემატოგრაფის ძალა. It's a bitch. არა, იმიტომ რომ აი აღარ გავუგზავნებ, იმიტომ რომ აი იყო ძალიან მაგარი ეკრანიზაცია, თუ ვინმე იტყვის რომ ეს წიგნი ჯობია ფილმს, ეს ფილმი ან ვერ შეედრება იმ წიგნს. ძალიან დიდი ბოდიში, იმიტომ რომ არის ყველა კინემატოგრაფიული ფილმია და ეს იმას ნიშნავს, რომ არის ძალიან მაგარი. არც არის საჭირო წიგნს უჭერს თავისის ლიტერატურაში, ფილმს უჭერს ხო, რასაკვირია. ანუ იმით ვთქვი, რომ წიგნმა იყო პულსერი წიგნი, მეტი რაღა უნდა ქნას და ამიტომ ანუ ეგ თან დარწმუნებული ვარ, რომ ეხა ინტერნეტში არ ჩავძებებ კომენტარებს, მაგრამ იქნება აუცილებლად ეგ კომენტარები, რომ ანუ ძალიან ერუდირებული ხალხი, რომ წიგნი ჯობია და რაღაცა. და დავწყნარდეთ წიგნიც კაია, ფილმიც კაია, როგორც მივხვდით ამ ხელა ჩვენი ლაკბობით. ამიტომ მომავალ შეხვედრამდე შეგიძლიათ დაგვიწეროთ შეთავაზებები რა განვიხილოთ, მაგრამ შემდეგი ვიდეოსთვის უნდა განვიხილოთ Complete Unknown. გამოგვიწერეთ, იმიტომ რომ ახალ პროექტს ვამზადებს და ანუ მოგვიმატებოს ცოტა ფოლოვერი. კი, კომენტარები დავგეწერეთ შეიძლება. მივასე. ადლა მოყურებს. აუ ჩვენს მოყურებელს ხელს დაუქნევ. აუ ხელი დაუქნე. ჩვენს მოყურებელს. ბაბუა ჩემი. კარგად იყავი ბაბუ.